აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ ვლადიმერ ვოვავეკუას სახელობის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკოდა პატივი მიაგო 1999 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ვოვავეკუა 1999 წლის 15 ივლისს შეტაკებისას დაიღუპა. იგი იყო აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი. 2010 წელს აფხაზეთის ნომერ მესამე საჯარო სკოლას ვოვავეკუას სახელი მიენიჭა. ვოვავეკუა დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც თვალსაჩინო მოღვაწე ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ადამიანი, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად აფხაზეთში საფუძველი ჩაუყარეს ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას. ყველა აღიარებდა მის განსაკუთრებულობას. ის იყო უაღრესად პატიოსანი ადამიანი, განათლებული ადამიანი, პრინციპული ადამიანი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დიდი პიროვნება ესე უმოწყალოდ იქნა მოკლული 99 წლის 15-16 ივლისის მოვლენების დროს. ვოვავეკუა არის მაგალითი ყველასთვის, მისი თანამედროვეებისთვის და ახალგაზრდობისთვის. ჩვენ ყოველწლიურად პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იცოდეს, ვინ იყო ვოვავეკუა. ძალიან დააკლდა ქვეყანას ეს საოცარი, გულანთებული ადამიანი. ვოვავეკუა, როგორც ჩანს, დაიბადა მარადიულობისთვის. რადგანაც მთელი მისი ცხოვრება ქვეყანას მოახმარა. კაცი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ აფხაზთა და ქართველთა ძმობისთვის ვერაფერს ხელი ვერ შეეშალა. ყველანაირად ცდილობდა ამას და სწორედ ამას შეეწირა ის. ვოვა ხშირად ყველა თავის გამოსვლაში აუცილებლად ამას ამბობდა. მერაბ კოსტავას მიერ ნათქმამი, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზთა გულებისკენო. და არ მაგონდება ვოვას არც ერთი გამოსვლა, რომ აი სწორედ ეს არ ეთქვა ეს ფრაზა. მეგობრებო, ამათ წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრები ვიზიტად ვიმყოფებოდით ქალაქის აღმასკომში თბილისის გზატკეცილის სათავის სახელის უკანონოდ შეცვლის გამო. იმ დროს ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ბატონი მერაბ კოსტავა, რომელმაც გამომშვიდობებისას ჩვენს არაკეთილ მოსურნე აღმასკომელ მასპინძლებს უთხრა, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ. სრული ჭეშმარიტებაა, მეგობრებო, ჩვენ მაინც